ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაზლიაროთ, სიყვარულში გავძლიერდეთ, ცოდვები მოვინანიოთ, საკუთარი თვითანალიზი გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, თავის. უამრავი ბრძოლები იცის, უამრავი უარყოფითი ნეგატივი, რა თქმა უნდა, ეს ნეგატივები გროვდება და ასე შემდეგ 3 წელიწადში. თუ არ მოიცილე ეს თანდათანობით, ცოტა ეს წვრილი, მე იმხელა სიმძიმედ იქცევა, რა მნიშვნელობა აქვს. ქვიშა იქნება იგივე წონის თუ ერთი დიდი ლოდი იმავე წონის, ხო? აი ეს გროვდება და თანდათანობით მოვიშორო. ყველაზე საშინელი არის ეს აზრობრივი ზრახვები, მარხვის წინ იცის, მარხვაშიც იცის, მაგრამ აი სანამ მარხვა დაიწყება, რაღაცა თითქოს დუღილს იწყებს, თითქოს სული და სამშინველისა თუ სხეულისში ყოფი ნეგატივი აპროტესტებს, აი მარხვის წინა პერიოდს, თითქოს შეუგნებლად შეიძლება, მაგრამ რაღაცა შენში აპროტესტებს მარხვის წინა პერიოდს, მარხვის დასაწყისსაც აპროტესტებს ხოლმე რა არის ეს აი როგორ ამდენი ეს სიგზე რაღაცა არის ხოლმე წუწუნს იწყებს ადამიანი. მერე წნარდება ეს, ლაგდება ხოლმე, მაგრამ მარხვის წინ და მარხვის დასაწყისში ის აი ნაგავმა დუღილი და კარგი ერთი მხრივ რო თავის თავს სიმპტომატიკას გამოაჩენს, უფრო ადვილი მოსაძებნი და მოსავლელია. როცა ჩამალულია და დამალული, აი მაშინ ცოტა უფრო ის არის. საფრთხილო, მაგრამ როცა იწყებს და გამოჩნდება ეს ზრახვები, ეს ეკალბარდები და ცოტა ხელებს გადაიტყავებ, ასე ვთქვა და ცოტა დაკაწრავს. მერე უკვე იცი სად ეკალია, სად ისა ბარდი და მოერიდები. როცა დამალული არის, აი ეს არის საერთში. ამიტომ ეს მომენტი თავის მხრივ ყველა ნეგატივს თავის მხრივ მეორე ასპექტი აქვს, სკუის მასწავლებელი და გამოცდილების გამოსატანი ასპექტი აქვს. როგორც პლუსი, ისე მინუსი. ხო, ყველაფერი პრინციპში ადამიანისთვის ერთი დიდი გამოცდილებაა. ჩვენ ვუძახით ხოლმე პლუსი, მინუსი და ათასნაირი პედაგოგიკა და ეს ყველაფერი ერთი დიდი პედაგოგიკაა. ჩვენ ვყოფთ ხოლმე, თორემ ყველაფერი ერთი დიდი რეალობის ნაწილი. ამიტომ ვიფიქროთ უფრო მეტი აი რადგანაც ეს სასტურები ვახსენე, ამ სასტურებში ადამიანი თუ სისუსტეს გამოიჩენს, დიდხანს ვერ გაუძლებს. ადამიანური რესურსი არ ყოფნის. ისეთი ძლიერი რესურსი არ აქვს ჩვენ შიგნით, ისეთ ცხოვრებით არ ვცხოვრობთ, რომ ჩვენ ასეთ განსაცდელებს აი ამ დღევანდელი დროში ყოფი ადამიანები ვიტანდეთ ამდენ ტოქსინებს, შხამებს, სიძულვილი, ნეგატივი, უარყოფითი დამოკიდებულება, ეს ადამიანებში დაგროვილი ფსიქიური ნეგატიური უარყოფითი ენერგია, დუმარე თუ განცხადებული პროტესტი, რაღაცა საკუთარი ვთქვათ ის სურვილები, რომლებიც არასრულდა და კარგია რომ არასრულდა ზოგი სურვილი, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ითხოვს ზოგი რომ უაუსრულდეს, სწრაფი რეჟიმი თვითგანადგურებას მოიცევს. ან სწრაფი რეჟიმი თუ არა მცირე ინტერვალზე რაღაცა ცუდად დაამტაროს. ამიტომ იბლოკება ზოგი ჩვენი ეგრეთ წოდებული ჩვენი ატეხილი კაპრიზი ხოლმე. ამიტომ იყავნება შენიო, ამიტომ მაგრამ ზოგს არ უნდა იყავნება შენი, იყავნება ჩემიო. იყავნება ჩემიო, ვითარცაც ათაშინა, ეგრეცე ქვეყანაზე და ნუ იქნება ეს, ხო იყავნება შენი უფლის, ვითარცაც ათაშინა, ეგრეც ქვეყანაზე და იყავნება უფლისა, როგორც სულში, ისე სხეულში, როგორც უხილავში, ასევე ხილულში. როგორც უხილავში ისურვებ, ისე აგიხდება ხილულში. როგორც უხილავში დაინახავ, ისე რეალიზირდება ხილულ სამყაროში. ასე რომ ხილული უხილავის გამოვლინება, კი იცით? ამიტომ აი ეს რა ვახსენე ბრძოლები და ეს სულიერი ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც დღეს ბევრს აქვს და ბოლომდე ჩასუნთქვის რესურსს არ აძლევს, რომ სული მოითქვას და ახალი გარბენი შეასრულოს და რაღაცა აიღოს ინერცია ახალი, აი ეს როდესაც უჭირს ადამიანს, ეს ნიშნავს იმას, რომ მადლი მოაკლდა და მისი ზიარების რიტმი გამღარიბდა და გაწყდა რიტმი. რო ეზიარა ერთხელ და არ ახსოვს ისიც, როდის ეზიარა, ეს არ არის ეკლესიური ცხოვრება. არ მახსოვს, როდის ეზიარა და არ მახსოვს, როდესღაც აღარ მახსოვს, როდესღაც ეზიარეთ. ერთი თვის უკან თუ, ორი თვის უკან თუ, 6 თვის უკან არ ვიცი. ესე არ უნდა იყოს. ეხლა კი არ ვითვლით ჩვენ ზიარებას და რაღაც ქრონოლოგიურ დღიურს კი არ ვაწარმოებთ ამის, მაგრამ დათვლაც არ უნდა, მაგრამ მუდმივი რიტმული ზიარება აუცილებელი არის იმისათვის, რომ თანდათანობით მცირედი წინსვლა ჰპოვოს და მადლისა წილ მიიღოს. ერთჯერადი მიღება წამლის
ვერ განკურნავს ადამიანს ერთად რაც მთელი 5 წამალი რომ მიიღოს ხო ვერაფერს ვერ შეიძლება პირიქით მოწამდეს ნუ ამ შემთხვევაში მიზანი ქიმიურ წამალს ხო ფარმაცევტულ პროდუქტზე მაგრამ როცა მიიღებს მიზანმიმართულად რიტმულად იმ დოზას იმ სიხშირით რა სიხშირითაც რა დოზით მას ეგების სულიერი მკურნალის მიერ მითითებული აი მაშინ თანდათანობით განიკურნება და გაამდიდრებს სულიერად მას ამიტომ საყვარელო ბრევლო გისურვებთ იმას რომ აი ეს სულიერი სიმდიდრეზე გავაკეთოთ აქცენტი აი ეს არის მთავარი და ვისწრაფოთ სათა სასუფეველისაკენ გიყვარდეთ უფალი ჩვენ იესო ქრისტე გიყვარდეთ მთელი ზეციური იერარქია მთელი ზეცა ვიყვარდეთ რა თქმა უნდა თვალი ზეცისკენ გვეჭიროს მაგრამ შორეული ზეცისკენ რომელიც ახლოს არის ამავე დროს იმ შორეული თოვლიანი მთებისკენ რომელიც გამოჩნდება ხოლმე ჩვენი პირველწვერი და ეს ზოგიერთ კარგამი გამოჩნდება ხოლმე როგორც ასე ხო შორსო გაიხედა აი თითქოს ისიც რაღაც ისეთ ღვთაებრივი ღვთისკვნილება ხო არის და იქაც სილამაზე ხო იჭრიტება აქედანაც ჩანს ხოლმე ზოგჯერ თავისებურ ამინდში ხო აი ესე გეჭიროს თვალი შორეული სილამაზისკენ გეჭიროს თვალი ზეციური ახლა შედარებას ვაკეთებ შვენიერებისკენ მაგრამ პერიფერიული მიწიერი სილამაზე მიწიერი ასე ვთქვათ ცხოვრებაში არ დაკარგო პერიფერიული მიწიერი ახმამხედველობა სმენაც რომ მარტო არ შეიძლება ყურსასმენებს უჩაიდებს ზოგი ხო და საკუთარ თავში ჩაღრმავებული მუსიკას უსმენს თუ ლექსებს თუ ლექციას თუ არ ვიცი ინფორმაციას თუ რაღაცას თუ ვიღაცას ელაპარაკება ხო არის ჩაი საცობებენ საცოს დაიდებენ ყურთათვის და პერიფერიული მხედველობა უკვე პერიფერიული სმენა აღარ აქვს გარშემო რა ხდება მანქანადადის თუ ვიღაც უძახის თუ აფრთხილებს რაღაცაზე თუ მიანიშნებს თუ საერთოდ გამათიშულია რაც ხელოვნურ ტექნიკურ ინტროვერტულ მდგომარეობაში ესე არ უნდა იყოს ისე უნდა გეძინოს კიდევაც ისე რომ ფხიზლად იყოს მე ვსკერებს რომ ადაიძინო ხამე მაგრამ ისე უნდა გეძინოს რომ შენი ძილი სულიერი ამავე დროს მღვიძარება იყოს დღე წინაშე უფლისა და ღამეც წინაშე ღვთისა ეს საოცარი მდგომარეობაა როცა გძინავს მაგრამ სულიერად გვიძავს ეს პარადოქსული მდგომარეობაა და ეს ადვილი მისაღწევი არ არის და ეს ხდება როცა საჭიროა მოგეცემა მაგრამ შენ ის პირობები შეასრულე რაც საჭიროა მიუახლოვდი ნელ-ნელა და ის მოგეცემა ის სულიერი მგვიძარე ძილი ისეთი ძილი მოგეცემა რომ იძინებ მაგრამ შეგნებულად იძინებ და არა გათიშული იქნება დასვენება არ არის გათიშვა არაფრის კეთება ანუ ესე რომ შევადაროთ დასვენება არის ერთი საქმიდან მეორე საქმეზე შემოქმედებითი გადასვლა ესე შეიძლება ითქვას ამიტომ შევიყვაროთ ეს სულიერი სიმდიდრე და უფრო მეტად ყურადღებით ვიყოთ ჩვენი საკუთარი თავისა რა თქმა უნდა როგორც აღნიშნეთ ზრახვები აზრები ზემოქმედებანი ფსიქიური გარედან შემოსული ნეგატივი სხვათა მიერ ჩვენდამი გამოგზავნილი სურვილები რომლებიც ზოგჯერ ნეგატიურია ზოგჯერ დადებითია ზოგი მოდის ჩვენამდე ზოგი ირეკლავს ჩვენი სულიერობა და უკან უგზავნის და ამიტომ საშიშია განკითხვა სხვისი და წევლა და სხვისადმი ცუდის ფიქრი იმიტომ რომ ის როგორც კი აირეკლავს თუ აირეკლა თუ მივიდა ცუდია და დააზიანა მაინც ცოდვა თუ აირეკლა ენუელტირება ამაზე აგებული თუ არა და თუ არ დააზიანა მაშინ უკან მოგიბრუნდება გაათმაგებულად ამიტომ ასე რომ არ მოხდეს სულ მუდამ კეთილგანწყობით მადლობით ახსავსე სულიერ ატმოსფეროში უნდა იმყოფებოდეს ადამიანი მადლობდეს ღმერთს ონ მარტო მადლობდეს არა უნდა აქტიურად ამავე დროს დღეს მით უმეტეს ჩვენს ცხოვრებაში მოუკლებელად ხას უსვამ როგორც პავლე მოციქულიამოს მოუკლებელად ილოცვიდეს ანუ წვეტა არ იყოს ლოცვაში შეიძლება სულ ლოცვანი არ გეჭიროს ხელში მაგრამ სულ ლოცვით მდგომარეობაში იყო გრძელი თუ მოკლე ლოცვები გულში ტრიალებდეს მაქსიმალურად ეცადე რომ ლოცვა უწყვეტი იყოს და ღმერთზე ხსოვნა და ღვთის ხსოვნა იყოს უწყვეტი ანუ უწყვეტად იყო კავშირში ზეცასთან ეცადო შეიძლება ახლა იდეალურად ვერ გააკეთო მაგრამ ცდელობა მაინც სათნოებაა ჩამოხვედი ჩამოვარდი გამოხვედი არა მყარი წონასწორობაში შეხვედი და ისევ დაუბრუნდი კვლავ მყარი წონასწორობაში კვლავ დაუბრუნდი შენი სულიერ სიმძიმის წელს ისევ ამოვარდი ისევ რო არის ხო კიდევ სათამაშო ეს გადააქანებ ისევ დადგება ხო რო იყო ბურთივით ბოლოში სულ არის ხო რომ ახე ქართულ თავის შეგვარ და ეს აქვს ჩვენთან არის
ყოველ დღეში არის ეს წათამაში, ხო, ვიცით. რუსულად კი ვიცით, ინგლისურად, მაგრამ ქართულად აღარ მახსოვს. აი ეს გადააბნევ, იცით რა მოსულ. აი სულ მუდამ სიმძიმის ცენტრს, რაც არ უნდა გადაიხაროს, კვლავ მაინც მყარ წონასწორობაში მოდის. აი ეს არის ძლიერი. თორე შეუცდომელი ვინ არის? ძლიერი ის არის, ვინც შეცდა, მაგრამ გამოცდილება უმალ გამოიტანა და კვლავ დაუბრუნდა და გზა გაეხსნა ისევ და არა თვითბლოკირებაში ჩავარდა თავისი განვითარების. ესეთი ადამიანები, რომლებიც თქვენ ხართ და ასეთი ადამიანები, ვინც ზეცაზე ფიქრობს, ყოველივე მსოფლიო ზულმას უტევებს. ანუ მე კი არ ვიძახი, რომ სადღაც ტყეში უნდა წავიდეს, თუ ტყე სადღაც შემორჩა, მაგრამ ისე ვიძახი. მაინც სადღაც ბუნებაში არ ვიცი საათ თუ შემორჩა წავიდეს. არამედ მაგას არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რომ საკუთარ თვითჩაღრმავებაში ზრუნველობა ამა ცხოვრების საზრუნველებს მოეშლას უფრო და სიამეებს და თვითჩაღრმავებას მიეცეს. აი ესეთი ადამიანები არიან და ყველაზე უფრო მეტი ბრძოლის უნარიანობით გამოირჩევიან, თავშეკავებულებით გამოირჩევიან, უფრო მეტ სულიერ პოტენციალს ატარებენ და იმუნიტეტს. როგორც სულიერი, ისე ემოციონალური და ასევე ხორციელი ტოქსინების წინააღმდეგ, რაც არ გვაკლია ამ ჩვენ ცხოვრებაში. ყველანაირი შხამები შემოდის, გადის და რასაც ჩვენ უძლებთ და გაუძლებთ და უძლებთ, ალბათ გაუძლებთ კიდევ სასწორებ, იმას ბევრი ეგრეთ წოდებული ცივილიზირებული, ასე ვთქვათ, სამყაროს წარმომადგენლები ვერ გაუძლებთ, მაგრამ ჩვენ ქართული ცივილიზაციის წარმომადგენლები ყველაფერს უძლებთ. და ჩვენი ავადმყოფიც ყველაზე ჯანმრთელია. ჩვენი უჩქულოც ყველაზე ჭკვიანია, ჩვენი ტაქსეულიც ყველაზე ადვილად წამოდგომადია, ჩვენი დაცემული ყველაზე უფრო ადვილად ფეხზე დასადგომია და ასე შემდეგ ისეთი უნიკალური გამოცდილება მივიღეთ, რაც რაშიც მე ამაშიც უფლის მიერ ჩვენთვის მოცემულ უდიდეს წყალობას, უდიდეს გამძლეობას, იქ სადაც სხვა ვერ დაინახავდა, ვერ გაიგონებდა, ვერ იტყოდა, ჩვენი გაიგონებს, დაინახავს, გაძს გამოიტანს და უმალ გასასვლელს ნახავს. ეს საოცრებაა. საოცარი იმუნიტეტი მოგვეცა დიდ ლაბორატორიაში, დიდ საოცარ ექსპერიმენტებს გაუძელით და საოცრებები გადავიტანეთ. რო ვიხსენებ, ეხლა ყოჩახ ჩვენ მართლაც ღვთის წყალობით. აი ეს ჩვენი გამოცდილება მართლაც უნიკალური კაცობრიობისთვის უნიკალური გამოცდილების მაგალითია და ეს გამოცდილება მართლაც აი უნდა დაინახოს და დააფასოს და ვაფასებ და ვიხარია. და მადლობთ ღმერთს, იმიტომ რომ სწრაფ შემწიარ. რამდენად მძიმეა ჩვენი ცხოვრება, მით უფრო მეტად მაგრამ გვეხმარება და სწრაფ შემწიცაა უფალი. რაც უფრო მეტად ვეცემით, მით უფრო სწრაფად გვაყენებს ფეხზე და გვაძლევს ისევ ახალი სულის მოთქმის საშუალებას და მეორე სუნთქვას გვიხსნის და ასე შემდეგ, ხო? აი ამიტომ მოდით უფრო მეტად მადლობდეთ ღმერთს, როცა მოუკლებოდეთ, ლოცულობდეთ, მუდამ მადლობდეთ. ყველა უბედურება, ცნუნება, ყველა ტანჯვა, ყველა განსასწრელი უფალმა აიღო საკუთარ თავზე და ჩვენ გამოგვიხსნა და გზა გაგვიხსნა ჩვენ. ამიტომ ამდენი ტალანტი, რაც თქვენ მოგცათ ღმერთმა, ქართველი და ყველა მორწმუნეს, ვინც აქ ხართ, ქართველი გამიშველება ყოველი სული აქებს უფალს, ხო? რას თქვენ განსაკუთრებით საქართველოს ვიძახთ, უნიკალური ცივილიზაციაზე. რას თქვენ ღმერთმა მოგცათ ეს უნიკალური ტალანტები, ამას უნდა მოფრთხილება. მოდით მოუფრთხილოთ ამ ყველაფერს რა. ეს არ არის ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება მიწაში ჩაფლო, როგორც იმიგავშია, ხო გახსოვთ? უნდა მოფრთხილება. ღვთისაგან ბოძებული ყველა დღე მოსაფრთხილებელია, დროსაც უნდა მოუფრთხილდეთ. ყველა დღე, ყველა დრო, ყველაფერი მოსაფრთხილებელია ეს. ასე რომ ვინც მოუფრთხილდება და აფასებს ამ ღვთაებრივ ნიჭებს, მას გზა უკვე ხსნილი აქვს და იგი დაუძლებელია და თუ წაიქცევა ადვილად ამოაყენებს ღმერთი მას. უფალმა იცის ყველაფერი. არ დამალოს პატრონის, ანუ ღვთის მოცემული ვერცხლი და ტალანტი. მთავარი ადამიანმა არ ჩაფლა სადმე და იმაში რუდიმენტად არ აქციოს და რაღაც ჩანასახოვან მდგომარეობაში არ ამყოფოს. თავისი ის სულიერი ნიჭები, რომლებიც ღმერთმა მას 7 ნიჭი მისცა სულიწმინდისა. არ დამალოს პატრონის ვერცხლი, თორემ ბრაზდება მე, როგორც იგავში გახსოვთ, რომ დამალული რომ მიუტანა, აი იგივეს გაძლევა, არა? ის არ მოეწონა, გახსოვთ ის, აი კარგად წავიღოთ ის იგავი. დეტალურად იგავი ისე ყველა სიტყვა, ყველა ასოს თავის მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ნურც უფალს დაუმალავ და უფალს ვერაფერს ვერ დაუმალავ ეს. ცხადია, ვიცი. საკუთარ თავს შეიძლება დროებით რაღაცა დაუმალავ. ისიც საკუთარ თავს უმალავს.
და ღმერთს ყველაფერი ახსოვს, როგორ გაგაჩინა, სად იყავით, როდის გამოგირჩია, კარგი და გამართული როგორია, თავი მაშინ კი არ გამოგირჩია, ავად რო იყავით, სუდა და ცოდვილი და შველას რო ითხოვდი და არაფრად რო არ ვარგოდი, ღმერთმა მაშინ გამოგირჩია, იმიტომ რომ უკვე მან იცოდა შენ, უკვე მან შეგიყვარა მანამ და გამოირჩია, მანამ შენ შეიყვარებდი და გამოირჩია, უკვე მან, ასეთი არის ქრისტე. ამიტომ ყველაფერი იცის და ყველა გზას ხსნის. თუ შენ მოინდომებ უფალი ისე წარმართავს შენ გზას, ხელი არ შეუშალო შენ, მეტი არაფერი, ხელს მუშეუში. ღვთის განგებულებას თავისუფლად იმოქმედოს შენში ამ მადლობა, შევიდეს და გამოვიდეს ეს მადლობა და ბევრს მიეწოდოს. ნუ დაბლოკავ მათს, არ შეიძლება მოძრაობდეს თავისუფლად, ნუ დააჭაობებ შენ სულიერ ძალებს. და ეს თქვენ ხართ ეს ადამიანები, რომლებიც უკეთესი გახდებით და უკეთესი საუკეთესო და გზახსნილი გექნება. და ვინც ამ ბევრ კიდე რამ ცნებებს, რომლებიც ქრისტემ მოგცა სახარებას შეასრულებს, მას ჯვარპირთველობა წარმატებით წარემართება და ჯვარპირთველობას წარმატებით აღასრულებს, ესე ვიტყოდ. და მინდა რომ ეს გისურვოთ. მადლი უფლისა ჩვენს იესო ქრისტეს. სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გლოცავთ კოცნით, მიყვარხარ და გელოდებით ყოველ მარხვის, ყოველ მერე შემდეგ მარხვის ხშირად